იმედზე გადმორთეთ ქართველებო, იმედზე გადმორთეთ. რადგან ჩვენთან სტუმრად მოვიდა პოეტი, ქალბატონი თინათინ მღვდლიაშვილი, აპლოდისმენტებით შევეგებოთ. აბძანდით. მოგესალმებით ქალბატონო თინათინ. ძალიან გაგვიხარდა პირველ რიგში თქვენი სტუმრობა, მინდა გითხრათ. და მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. მე გამოცხადების ნაწილში ასეთ შემეძლო გამომეცხადებინა, რომ ჩვენთან სტუმრად მოვიდა პოეზიის დედოფალი თქო ქალბატონი თინათინი თქო რა შემომედავებოდა ვინმე თუ რამეს იზამდა ეხლა. არა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შურთ ეგ მეტსახელი ჩემთვის. არა, მასე ადამიანები მე რო თქვა რომ ამაში წყალია თქო, მართლა წყალია, იტყვია რომ ვინუაო და მაგაზე შემოგვედავებიან ასე რომ ფაქტს ვერაულით და კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში ქალბატონი თინათინი? ლომივით. ლომივით, ძალიან კარგი, როგორი მაგარი პასუხია, ესე იგი ქალბატონისგან დარწმუნებული ვარ, რომ ესე მართლა ძალიან კარგად ხართ, რადგან ლომს შეედარეთ, ესე ვთქვათ, განწყობები და აუცილებლად. ყოფნა ძალიან კარგი არის. ქალბატონი თინათინი, სანამ ეხა უშუალოდ რაღაც დავიწყებთ წარსულიდან საუბარს, შემოქმედებაზე საუბარს, ასე შემდგომ, მანამდე უნდა ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ავტორი ლექსებისა, ну ძალიან ბევრის, მაგრამ რამდენიმე მინდა გამოვყო განსაკუთრებით. ეს არის ცნობილი სიმღერები, ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოთ ქალბატონი თინათინის ლექსებზეა. მარტო ხელა, მარტო სულო ქალბატონო. ჭრელკაბაში დაგაბეროს ღმერთმა. და აღმაშენებელი თბილის მობრძანდება. და კიდევ სხვა და მრავალი სხვა, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მე როგორც შევიტყვე და ვიცით, 19 თებერვალს დიდი ამბავია ბათუმში. დიდი ამბავია დუნიაზეო, ხო? აბა გითხარით რა ხდება 19 თებერვალს. ასე კი 19 თებერვალს 19 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ჩემი პოეზიის საღამო. აუცილებელია რომ ბევრი მაყურებელი მოვიდეს, დარბაზი დიდია, 1000 კაციანი. და ეხლა მარჯანიშვილის თეატრი შევავსე აპრილში, მაგრამ ეხლა ბათუმს არ ვიცი, ამიტომ თუ ვინმე ბათუმელი მისმენს, ვთხოვ რომ მობრძანდნენ. ძალიან კარგი მომღერლები ჩამოდიან ჩემთან ერთად, ეს არის ეკა კვალიაშვილი მოდის. მოვიკითხავთ ქალბატონ ეკას. თემურ თათარაშვილი. თემურსაც მოვიკითხავთ აუცილებლად. ახალი სიმღერის პრემიერა გქონდა ლირიკო ნემსაძის. ქალბატონ ლირიკოს მოვიკითხავთ ასე. დათო ძიძიგური იმღერებს. ასევე მოკლედ მე მოკითხებში ვარ თქვენ ჩამოთვლაში. ძალიან კარგი მსახიობი წაიკითხავს ლექსებს, ეს გახლავთ ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცკილაძე. მოვიკითხავთ ბატონ ზურაბს კი ბატონო. მაკა შალიკაშვილი იქნება. მაკასაც მოვიკითხავთ. იქ ადგილობრივი მომღერლები დოულიძე, აბესლამიძე, იქაური მომღერლები. ყველას მოგიკითხავთ. აჭარიდან იქნება მოცეკვავეთა დიდი ანსამბლი და მოკლედ მე ბოლოს და მეტი რა გვინდა. თქვენ აგერ მოგიკითხეთ, დანარჩენს ყველას ესე ეთერის საშუალებით მოვიკითხავ. ესე იგი 19 თებერვალს დიდი ამბავია ბათუმში და შეიძლება ვთქვათ, რომ ნაადრევად დათბება ბათუმში, ესე იგი, ხო? იმედი მაქვს. კი ბატონო, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეხა პროდიუსერმა მანიშნა, რომ ამ წუთას დაახლოებით 300,000 ადამიანი უყურებს და 300,000 ადამიანი შეავსეთ ეხა თქვენ ტელევიზორებთან და იმ 1000 კაციან დარბაზის შევსება არ გაგიჭირდებათ ქალბატონო თინათინი, მინდა გითხრათ რა. თქვენი ლექსები ნათარგმნია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ, რუსულ, გერმანულ ენებზე, ხო, მასეა? ხო, ნაწილობრივ რა. ყველაზე მეტი თარგმნილია ფრანგულად, პარიზშიც გამოიცა და ინგლისში ეს ჯორჯ ბაირონის ციკლი მთლიანად. აჰა. ანუ შეიძლება ახლა ვიღაც ბერლინში მღეროდეს, ხმალი ავლესოთ, გერმანელებო, ხმალი ავლესოთო, შეიძლება ეგ. რატომაც არა? კი ბატონო. ასევე თქვენ ხო შექმნილი ლექსების ციკლი ლურჯი იების ვატერლოო. დიახ. პარიზში დაიბეჭდა და ეს ლექსები ნაპოლეონ ბონაპარტისა და ჟოზეფინა დე ბუარნეს მუზეუმმა მოითხოვა. კი ბატონო. მოკლედ საფრანგეთში ხვიჩა კვარაცხელიას ტექნიკით და თქვენი ტექსტებით ტკბებიან, შეიძლება ასე ითქვას ქალბატონო თინათინი, ხო? არა, ეს ჟოზეფინა ბუარნეს ეს მართლაც ძალიან საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ მე შევქმენი იმპერატრიცას პოეზია და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პეტრისხიძე გავიარე, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ შევისწავლე ძალიან კარგად ჟოზე.
და ძალიან მაღალი ხარისხის გამოვიდა ქართული და ფრანგულად. ახლა მე არ შემიძლია შევაფასო, მაგრამ მოეწონათ, იმიტომ რომ ჯერთი ჟოზეს ბატონო ლურჯი. ფაქტია თქო, ხო, ანუ ჟოზეს საფლავზე დადეს იქ მალმეზონშია და მალმეზონის მუზეუმმა მოითხოვა. ეს ყველაფერი ვიცი თარგმნელისგან, იმიტომ რომ მე თბილისში ვიგებ ხოლმე ეგეთ რაღაცებს. ეგეთ ამბებს, კი ბატონო. 3 წიგნი მაქვს, უმეტი არა. აჰა. რითმების გარდა კიდევ რას ეძებთ ცხოვრებაში, გალბატონო თინათინ? ეს იმიტომ მკითხეთ, რომ მხატვარი ხართ, ასევე ვიცი. ნუ პრინციპში ამიტომაც არის თქვენი ლექსები კალმით ნახატი შეიძლება ითქვას დამამად ესე. თუმცა თქვენი პირველადი პროფესია მასობრივ ღონისძიებათა რეჟისორი. რეჟისორა, კი. არ მითხრათ, ახლა ხალხმრავლობა არ მიყვარსო. არა, პირიქით ზუსტად 90-იან წლებში ხომ გამოჩნდა ჩემი ნიჭი მასობრივ ღონისძიებათა რეჟისორის, იმიტომ რომ 100,000-იან მიტინგებს ვაზანზარებდი მაშინ იმ პერიოდში. კი ბატონო. ანუ გამოგადგათ. წამადგა. არაერთი ჯილდო გაქვთ მიღებული. მათ შორის ქართულ პოეზიაში და განსაკუთრებული დამსახურებისათვის მოგანიჭეს პოეზიის სიმბოლო მოოქროვილი ბატის ფრთა. ხო არის ასე? ხა პერო მაკლდა მე. ესეთი ცხოვრება მაქვს ხო აწყობილი, მარტო პერო მაკლდა. ხო და რატო გეუბნებით ახლა ამას? ნუ ჯერ ხომ მაყურებელს კიდევ ერთხელ ვუთხარით, მაგრამ აქ ერთი კაცი არის, ქალბატონ თინათინ მოსული, რომელიც იძახის, რომ თუ ქალბატონ თინათინსო მოოქროვილი ბატის ფრთა გადასცესო, მეო მთლიანი ბატი მაჩუქეს 8 კილოიანია. გამიყოს რა. რა ამნაირი არ ვიცი და შემოვა და გავიგოთ რა გეხოცებათ. მოგესალმებით პოეტური სალამი იუბილარს. როგორ ახართ ლექსი? როგორ ახართ ქალბატონო თინათინ? აშნეს თუ გაიკეთებენ და თავზე ბერეს დაიხურავენ მორჩა პოეტები. ეგ ჩემზე არის თქვის ქალბატონო თინათინ, ეგ ჩემზე არის. მოგესალმებათ პირველი პოეტი, რომლის დაწერილ ტექსტებს სიმღერად რო გადააკეთოს კანონმდებლობა კრძალავს, ჩივი ჯაბასია მეცაძე. ბოდიშით ქალბატონო თინათინ პოეტურად გეტყვით, რომ ცოტა შემაგვიანდა, მწერალთა კავშირში ვიყავით და ერთ-ერთმა მწერალმა თავის ავტომობილის კატალიზატორი გამოაცალა და პატარა ტრაპეზი მქონდა და ხო მოგუარი ხიდა. სხვათა შორის მე რომ მეგონა ქალბატონო თინათინ ჩემს პოეზიაზე ლეგენდები დადიოდა, თურმე თაგვები ყოფილა. აჰა. კი ბატონო. ძალიან დიდი კოპაიმე ქალბატონო, არ ვიცი რა პოეტი რაღაცნაირა. შერული. ძალიან დიდი კონკურენციაა ქალბატონო თინათინ. ხო. დღეს ახლა ბაზარში ვიყავი მისული, მეუღლებ დამაბარა, ჯაბოვიჩ მოიტანე, ჯაბოვიჩი ფსევდონიმია ჩემი. ჯაბოვიჩო, ორი თავი უთავო სკუმბრია მოიტანეო, მივედი და გამყიდველი მიყურებს და პოეტურად მეუნება ბატონო ჯაბოვიჩ, მომიტევეთო, წეხან წაიღო კოლაუ ნადირაძემ. კოლაუ წაიღო წეხან. უთავო სკუმბრია. რომელ განზომილებაში იყავ? რომელ წელს იყავ? დაკარგული ვარ მე საუკუნეებში, ესაა პოეზია. ეხა სოციალიზმის გარდა ესაა პოეზია. სხვათა შორის ამონარით წავიკითხავ. ეს საზოგადოება კითხულობს ჩემს ლექსებს, თორე მე ზებილად გია, მე წერ და მე ვფანტავ. ხო. აი აგერა მაქვს, აი შეხედე, მე რომ გაფრენა არ შემიძლია, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას. ეგ ტერენტი გრანელის ლექსიდან არის. სუიპარავს ტერენტიან ყველაფერს. ტერენტი გრანელი. რას მოდიალობს, რა ვისია მიო? ტერენტი გრანელი. რა ის ტერენტი გრანელი ქართველი მაისკი ვიღაცა სამეიგონე. რა ის ტერენტი საცხა წეიკითხია ხაღა, რა ტერენტი გრანელი ბიჭო. სხვათა შორის წერათა კავშირში ვარ იმ დღეს. ქალბატონო თინათინ. და ერთი ყმაწვილი დამწყები პოეტი ვიღაცა გაწერა და უწე გამევიდა და მეუბნება ეგეთ რაღაცა შეუსინდისო, უნიჭო usindisო. მე ეჭვი არ მეპარება ჩემ usindisობაში, მაგრამ ორი usindisო უკვე ტაპტალოგია. მართალი. არ შეიძლება. ახლა რა სიტყვი თანამედროვე მწერლებზე სასწაულია თანამედროვე პოეზია. მე როდესაც ბანკში მივედი და ლაშა ბუღაძემ თავდებზე უარი მითხრა, მაშინ მივხვდი რომ წერათა კავშირში ერთსულოვნება დაკარგულია. ქალბატონო თინათინ მე თანამედროვე პოეზიის შემოვიფრაგლები და ერთ პატარა მონარიც თუ ბატონო ასე მითხრა მე და არ ვიცი. ხო და თანამედროვე პოეზიის ამონარიდია. ტუჩებს ვაყოლებ ტრენდულ სიმღერებს. არ გავაციე თითქოს კერია, გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ტიკტოკერია. აი ეხა ტერენტი მართლა ამოტრიალდება.
ვინმე ქართველი მაინც და ჩემში უფრო ანგელოზია უნდა ეთქვა. მე და მაგრამ ვერ მე იტყოდა. ჩემთავზე ავლაპარაკ თქვენ შეგიძლიათ ლექსში ქალბატონ მაგწეროთ თინათინ ახლა რო შევხედავთ ანგელოზი არა უფრო ტიკტოკერია მართლა რა არა ანგელოსაც გავს. არა ანგელოსაც გავს აჩერტი თქვენი ამომივიდა რა უცნაური წარმოდგენა გქონიათ ანგელოზებზე გადავიდეთ ცუდი წარმოდგენა. ვინ მოიყვანეს უდიდესი სამყარო პოეტიც ახსენეთ ბატონო ჩიკო ჯიმი აბესაძე ბაბუა ჩემი აი ჩიკო ხვანკიტელი ის მართლა დიდი იყო ჩიკო ფსევდონიმი ჩიკო ხვანკიტელი კი, ბატონო. ჩიკო ბაბუა ჩემი იქნებოდა თერგდალეული მაგრამ მანამდე ბევრი წყალი ქონდა დალეული თუ ვეღარ გახდა სხვათა შორის ის სად იყო ვაჟაფშაველა ლუკა რაზიკაშვილი ბაბუა ჩემი რომ სცენარეებთან მეგობრობდა ისე ხშირად ეკონტაქტებოდა სცენარეებს ორჯერ გადმოგვივარდა მსხლის ხიდან კი ბატონო როდესაც ბაბუა ჩემი ლიტერატურის გამოცდაზე შევიდა დიახ და ბილეთი აიღო ხო ხო ამას ისე გონია ხა ბაბუა ჩემს ვიყო ბაბუა აი პოეზია თან თავში და რო აიღო ბაბუა ჩემა ლიტერატურის გამოცდაზე ბილეთი დადუმდა და მაშინ გამომცდელმა თქვა დუმდა სიონი და დუმდა ჩიკო არიხო ესე არ ვიცი, მაგრამ რო გისმენ, მახსენდება შექსპირი, ჯოჯოხეთი цаრიელია, ეშმაკები აქ არის. უგრესი მადლობა აბა ანგელოზიო ქალბატონო თინათინ აღარ დავიდგენი დროში ავირიებე ჩესავე. აი საინტერესოა ბატონო ისა თქვენი ფსევდონიმი როგორ ჯაბოვიჩი ჯუკა ჯუკას მიზახია თანამედროვე ჯუკა დია ბატონო ჯუკა სოფლიო თუ იცნობდა ჭიკოს ბატონო ჯუკა ჩიკო აბესაძე სოფლიო პოეზიის ანთოლოგიაში რო შედიოდა რა უთხრეს ის ჯერ ფეხები გეიწმინდე და ისე შეგა ხო კი ბატონო სხვათა შორის გალაქტიორმა მიუძნა ბაბუაჩემს ლექსი შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი ხო ბაბუაში რა შუაში იყო თერჯოლის მერი იყო მაგ მერი ხო აუ ეს ძალიან მაგარი იყო. ეს იყო მაგარი. ხო, არა, ბაბუაჩემი ხო უფრო საბჭოთა კავშირის პოეტი იყო, ერთი ლექსიცაა გამონარიდი 7 ტომის 92 გვერდზეა თუ მოიძებთ აგერ არის წითელი თუმნიანი ვესროლე მიკიტანს ნიკიტა ხრუშოვი ნიკიტა. ამაზე კაია. ამაზე კაი. რა ვიცი, რა. პრემიები თუ გაქვთ მიღებული? კი. პრემიები გაქვთ? და ლაურიატები. აი მაგალითად რომელი პრემია? რა ვიცი. პრემია ჩვენ ახალწელს აბესადები გქონდა. ჩვენ თავზე არ ვსაუბრობთ ქალბატონო თანდაბალი. ერი გვაფასებ ჩვენ საზოგადოება გვაფასებს. თანდაბალი. საზღვრებს იქიდან მოდის და სადა პრემიები და კაი და ცხოვრება ქალბატონო პეროც არ მისცეს. ჩიკო ბაბუაჩემი რო დაიღუპა ილია ჭავჭავაძე შემოვიდა ყვანკიჩი ჩვენ ახლა მაცო აიმეო იძახი და ამის ფაქტებია ქალბატონო ბაბუაჩემი ასე რო გარდაიცვა შემევიდა ილია ჭავჭავაძე და შეგე რა თქვა ჩიკოს გარეშე პოეზია საცოდავია და დააგვიდე შემოვიდა აკაკი ხო წერეთელი და რა თქვა ეს აგერ მიწერი ახლა ჩიკომ წაიღო პოეზიის სული და გულა შეგე სული და ნახვის სად ურთხავს დამბურძგლა მართლა და შემევიდა ყუბანეიშვილი კოტე და ვერაფერი რო ვერ დაწერა და ადგა და 30 ლარი დაწერა გადასახურავი და შეგა იბატა აურა კარგი წავედი ქალბატონო თინათინ და ერთი ლექსით უნდა შევღებო ჩემი საავტორო ლექსია შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა სანდომიანი ცის ელვა და ფერი წუხარე იყო ვით შემოდგომა ამაში დიდი კი არაფერია მაგრამ შეხედე სანდომის საუაინტერიგია სანდომიანი ელვა და ფერი წუხარე იყო ვით შემოდგომა ეს არის პოეზია ეს არის ანთოლოგია კარგად ვზრდებოდ ქალბატონო აბა შეიძლება ამ ძვირფასი ფურცლების ესე დაყრა ეს ჩემია და სადაც ვირა იქ გადავა ოქროს ფასი აქვს ოქროს ფასი ეს ჩემ გადა ხელსაც მოგიწერთ ოქროს ფასია დაბადების დღეზე შენ კონდეს პათოლოგია მე აღარ ცოდნია ხელის პოწერა სხვათა შორის მე აი იქ ვიჯექ საგრიმიოროში გავიგე თქვენი დაბადების დღე ყოფილა და გილოცავ და მიულოცავ მაყურებელთან ერთად ყველა მიულოცეთ გიორგის დაბადების დღე და წარმატებები დიდხანს სიცოცხლე და რა ვიცი ყოველივე კარგი უღრმესი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის შემდგომ ბოლოცვისთვის და ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და დარწმუნებული ვარ კიდევ შევხვდებით თუ ერთმანეთს აუცილებლად მე მადლობას გიხდით დღევანდელი დღისთვის ამ გახალისებისთვის
ცოტა არ ვეყავი გუნებაზე და არ მეგონა თუ ასე გემრიელად თუ ვიცი. ძალიან კარგად გამოვიდა ყველაფერი. მაყურებელი დამეთანხმება ქალბატონ თინათინ. თუმცა აქედან ჩვენ ისე ვერ წავალთ ქალბატონო თინათინ. არაჩვეულებრივი ტრიო სამანი რომ არ მოვიწვიო ეხლა გადაცემაში და რას შეგვისრულებენ ამას თქვენ თავად ნახავთ და მოისმენთ. მარატო ხელა მარატო სულო დედოფალო გაიშალე ოქროსფერი თმები გენადრება ზამბახები სიფაქიზე გენადრება ზამბახები სფერი ჭრიჭინებენ ჭრიჭინებენ ჭრიჭინები და ჭრიჭინში ათელებენ ღამეს მარატო ხელა მარატო სულო ქალბატონო ნუ მიხურა არადამტო მოგებედარები არადამტო სინანულია მიცრემლებს თვალებს მარატო ხელა მარატო სულო ქალბატონო ვერ გაუძლებ მარატობისა ჭრიჭინებენ ჭრიჭინები და ჭრიჭინში ათელებენ ღამეს მარატო ხელა მარატო სულო ქალბატონო ნუ მიხურა ქალბატონო ნუ მიხურა მაშასე მეგობრებო, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი თინათინ მღვდლიაშვილი, ხოლო ამ სტუმრობას აკომპანიმენტს უკეთებდა ტრიო სამანი. აპლოდისმენტები.